მიდი ჩემო გოგონა. სხვათა შორის მე საწოლიც გაცილებით უფრო ლამაზი მაქვს. Şebnem. Alo. Patron, ბატონო, Satkhe. senin evdeyim. სახლში ვმუშაობ. მე სასტუმროში მივდივარ. კამილი დარჩება. უკვე ამოდის შენთან. Tamam patron, კარგი ბატონო, bekliyorum. ველოდები. ჩემთვის საჩუქრის მოცემა თუ გინდა, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა. Kimseye bir şey yapmayacaksın. პირდები რომ არავის არაფერს დაუშავებ? არა. Ajan filmi gibi. ზუსტად ისეა, როგორც კინოში. შენთან რა კარგად ვერთობი? ნუ, შეიძლება სიცილით მოკვდა. მომენტი. Vermesen mi? რომ არ მოგცე რა მოხდება? ძალიან სასაცილოა. Yok. არა, vermeyeceğim არ მოგცემ. patron. Önce bir sana gidelim. მოდი შენთან წავიდეთ. შენ საუსში ვიბანავებ. Öyle. მომენტი მეთქი, მომენტი. მეტკინა, ნუც გამოტუნებ. ის რა არის? Ya manyaktır biraz. ის ცოტა უცნაური კაცია. Eski patron. ის ჩემი ყოფილი შეფია. ყველაფერს ინახავს ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ ახლა ალბათ ინანებს რომ ესენი შეინახა. ალბათ ინანებს. ნა ბიჭვარი. იდიოტი. ამას როგორ ვერ მივხვდი? ზელმა ტელეფონით გითხრა სასტუმროში მივდივარო. არა, რომელ სასტუმროში წავიდა? მე ვიფიქრე რომ შენ რომელ სასტუმროში? Büyük İstanbul. ბიუიკ ინსტანბულში. შებო. გაიგონე. Neyi? რა? ზარი. გაკვეთილი იწყება. გეყოფა გაკვეთილების გაცდენა. კლასში უნდა დაბრუნდე. უკვე წასვლა შეგიძლია. იდიოტად მთვლით არა. იდიოტი გონი ვართ? უკვე მოვდივარ, ჩათვალეთ რომ თამაში დასასრულს მიუახლოვდა.
თუ საკუთარ ნაკვალევს გახვები, შესაძლოა წარსულში ვერ დაბრუნდე. მაგრამ მოთმინებას თუ გამოიჩენ, მაშინ წარსული ადრე თუ გვიან დაგიბრუნდები. ეიშან, წარსულის შეცვლას თუ ვერ ახერხებ, შეგიძლია მას შენთან მოუხმო. თუ წააგებ, ვერ შეძლებ ამ მარცხის დავიწყებას. ეიშან, საყვარელო, ოღონდ თუ საკმარის საფასურს გადაიხდი, ერთხელაც ისევ დაჯდები მაგიდასთან, რომელთანაც ყველაფერი დაკარგე. მიპასუხეთ, რომელიმე მიპასუხეთ. ვილა ტაქსი გისმენთ? სალამი ჯენგიზატაი ვარ, სახლი ასამიდან. გამარჯობათ ბატონო ჯენგიზ. ჩემმა სოლმა ტაქსი გამოიზახა თქვენგან. დიახ, სულ ცოტა ხნის წინ. ერთად უნდა გვევახშმა, მაგრამ დამავიწყდა, სად უნდა მივსულიყავი. ტელეფონი გამორთული აქვს. სასტომრო ბიუკ ისტანბული. გასაგებია. თითქოს არ გინდოდა მოსვლა. შენ არ იცი რატომ მოვედი? მე ეს მანამდე ვიცოდი, სანამ მოხვიდოდი. მართლა? არც მამა შენი, არც ომერი, არც ჯენგიზი არ გიცნობენ. მე მხოლოდ მე გიცნობ. მხოლოდ და მხოლოდ მე. ისინიც ასე ფიქრობდნენ. ხო, იმიტომ რომ ეგონათ გიცნობდნენ. და შენ? არავინ იცის სიმართლე ეიშან. ჩემზე? რატომ? რატომ? იმიტომ რომ ეიშანი ერთი ადამიანი არ არის. შენში ბევრი ადამიანია. ბევრი ეიშანი. ეიშანი, რომელიც არ გატყუებს, ეიშანი, რომელიც კოცნის, ეიშანი, რომელიც შორს დგას, ეიშანი, რომელიც ფიცს გაძლევს და ის, რომელიც სიტყვას ტეხს და მიდის შენგან. ეიშანი, რომელსაც შენი ხელი ხელში უჭირავს და გეუბნება მიყვარხარო. და ეიშანი, რომელიც მახვილს გერტყამს ზურგში. შენ ასეთი ხარ. ეს სიმართლე. ლამაზო მშვენიერო. ეიშან. რატომ მიყურებ ასე? რაღაცას ბოლომდე არ ამბობ. რამის თქმა გინდა? ვინც ჩემამდე იყო, ისინი მხოლოდ ერთ ეიშანს იცნობდნენ. ერთ ეიშანს ენდობოდნენ. მათ მხოლოდ ერთი ეიშანი უყვარდათ. მე კი? მე ყველა ეიშანი მიყვარს. ყველა ეიშანი მინდა. მე რომელი დამრჩება? თუ კი ყველა შენ წაიყვან, მე რომელი დამრჩება? არც ერთი. იმიტომ რომ შენ მთლიანად მე მეკუთვნი.
არ წახვიდე. რაღაც შეუკვეთე იმ შემთხვევისთვის თუ მოგშივდება. Ne söylemiştin? რა თქვი? Allah belanı. ღმერთმა დაგწყევლოთ. Sıcak yatak. აქ რას ვაკეთებთ ასეთ დროს? მიდი მითხარი. Ne anlatacağım ya? რა გითხრა? როგორც ამბობენ საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საქმე. Ya anlat. მიდი მითხარი გისმენ. Anlat. გისმენ. Ya önce bir eşya მის ნივთს ავიღებ, ეს ადვილია. alırım ya. იმიტომ რომ ზოგჯერ ვიცვამ ხოლმე მის დასაცმელს. Kimin ის თანსაცმელს. adını söyle. სახელი თქვი. Ömer'in. ომერის. Son. მერე Sonra silah. მე ხელში იარაღს დავაჯერინებ. İyi gidiyorsun. ყოჩახ გააგრძელე. Sonra sen მე შენ ომერს შენ სახლში წაიყვან, მე კაზინოში წავალ, ფულს სამოვიღებ, ყველაფერს მას დავაბრალებთ. სულ ეს არის. ვის დავაბრალებთ ყველაფერს. zevk mi alıyorsun? შენ რა ამით სიამოვნებას იღებ? Hoşuna gidiyor değil mi? Ömer'e. ომერს. Ömer'e. ომერს. Ömer'e. ომერს. Kimsin ya sen? ვინ არის? შენ აბიჭვარო, ცხოველო. Değmez. სადი შენი. Ali abi dur. ზმავალი მოიცა, ზმაო. ვიხუმრეთ. მოიცადე. Yok da abi. ეი, შენ თქვი რამე, ნუ ხარ ჩუმად. Sen bir şey desene bir şey. ხომ იცი ახლა რასაც იზამს? Şimdi ne yapacak biliyor musun şimdi? Şimdi დავა და ომერს მოუყვება ყველაფერს. gidip Ömer'e söyleyecek. Sen haber ver. შენ უთხარი. წინასწარ დაგეგმე ყველაფერი. Ali'yi de içeri. სპეციალურად მოაწყეს ყველაფერი, Başka çare რომ არჩევანი აღარ მქონოდა. Başka çare. ისედაც არ გაქვს არჩევანი. Yetiş. ხადი დაიწიე. Hadi çık şimdi. მიდი და შენ თვითონ დაელაპარაკე. არ მთანხმდება. რა გონია ალის არ ვიცნობ? ის ომერს არ უღალატებს. Satma. ასე ფიქრობ? არა ვითარ შემთხვევაში. Niye gitmiyor? თუ ასეა, რატომ არ მინდის? Niye bekliyor? რას ელოდება? İyi iş çıkar. ყოჩახ ჯენგის. Gerisinden. დანარჩენს მე მივხედავ.
სტამბოლი 2010 წელი. დღეიდან ეიშანი ჩემთან იქნება. ჯენგისთან უბედურია. ის მე ხელს მიშლის. სასტუმრო ბევრ ფულს მოგვიტანს. ჯენგის არაფერი აღარ აქვს. ის უძლურია და არაფერში არ გვჭირდება. ჩვენის თავიდან უნდა მოვიშოროთ. მაგრამ მე შენი დახმარება მჭირდება. ნაზირალ ახარ. როგორ შენ არ მოკვდე? შენ კი მანქანიდან გადაგხვი. მე გეთამაშებოდი შენ და არა პირიქით. მე არ გეთამაშებოდი. ეს ხომ ეს რა თამაში იყო? ყველაფერი წინასწარ იყო მოწყობილი. ყველაფერი წინასწარ იყო, რა გინდა ჩემგან? ვიცი, ბევრი რამე ხდება, შენ გეჭირს ერთდროულად ყველაფერზე ფიქრი, მესმის. ამიტომ მინდა დავალება შეგიძლ უფუქო. ჩვენ შენი დახმარებით თავიდან მოვიშორებ ჯენგის. ნუ მიიღებ ისეთ სახეს თითქოს გეწოდება. ის შენს გიშლის ხელს. ხელი შეშლა ერთია, საფლავის გათხრა კი სულ სხვა. შენ გონი ამას გავაკეთებ? რას ვეტყვი ბაჰარს? ბაჰარზე არ იფიქრე? ვიფიქრე. შენც იფიქრე. თუ კი გულს ადგენ, მას მოუნდება რომ ვიღაც იყოს მის გვერდით. ხოდა შენ შეგიძლია მის გვერდით აღმოჩნდე. გამაგებინე რა კაცი ხარ. ასეთი რაღაცის გაკეთება როგორ შეგიძლია? ვინ ხარ? კაცი რომელმაც იცის, რაზე ოცნებობ. მოვედით. რას დგახარ? რატომ არ გადიხარ? რატომ? გამარჯობა, თუ შეიძლება მითხარით, ეიშანა და თქვენ სასტუმროშია? არა, არ არსებობს. დიახ, ბატონო, დავურეკო. არა, მინდა სიურპრიზი გავუკეთო, რომელ ნომერშია? ამის თქმის უფლება არ მაქვს. გასაღები მომეცე. ოთხას 50. დიდი მადლობა. ეზელ საგანგებო მდგომარეობაა. სიურპრიზი. მაპატია პარტნიორო, ცოტა შეგაშინეთ. ეიშანს პარკში რომ ველაპარაკებოდი, შენ ისეთი სევდიანი იყავი, გადავწყვეტეთ სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთებინა შენთვის. აბა ძმაუალი, თქვი რამე. ეზელმა დამირეკა, მითხრა ქორწინების იუბილე აქვთო და გვინდოდა მოგველოცა. ეს რა თამაშია? მინდოდა დამერეკა და მეთქვა სასტუმროში შევხვდეთ მეთქი, მაგრამ შენ დაგვასარი და მოხვედი. ხომ არ ბრაზობ ჩვენზე? ეიშან. შენ საერთოდ არ მიცნობ ჯენგის. ნუ გონია რომ ყველაფერს მივატოვებ და შენგან წავალ. არ ვიცი, შეიძლება წახვი და კიდეც. არ ვიცი. სიურპრიზი მოგიმზადე. შენ ეს დაიმსახურე.
გილოცავ ჩვენი ქორწინების იუბილეს ძვირფასო. კი, მაგრამ მე რომ არაფერი მიყიდია შენთვის. როგორ კანკალებ ჯენგის? გიყოფა ნორაფრის ნუ გეშინია. ნახე ჩვენი მეგობრები აქ არიან. მართალი ხარ. ხოლო თქვენ მყავხართ ასეთები. როგორ გამიმართლა რომ თქვენნაირი მეგობრები მყავს? გამიმართლა. მოიცადე, წავიქცევით. ჯენგის პომადა გაცხია. მე გაგაცილებთ. კარგი. ძნელი ანგარიშის გასწორება. წარსულთან ანგარიშის გასწორება კი თითქმის შეუძლებელია. მაგრამ თუ მთის მწვერვალზე ასვლა გადაწყვიტე. სტამბოლი 1997 წელი. წარსულში მხოლოდ შენ კი არ მოგიწევს ქექვა, არამედ შენს მტრებსაც. ძმაო, ისი დღეს რა დღეა? გახსოვს? მე და იშანმა ამ დღეს პირველად. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ. ძმაო ალი, შენ დაგვაახლოვე ერთმანეთს, ესე იგი პასუხისმგებელი ხარ. მიდი დარეგე. ნახე, ეს ზარდახშა მე თვითონ გავაკეთე. მთელი ღამე არ დამიძინია. არ ვიცი რა მემართება, მაგრამ რა სულელი ხარ. გაასწარი აქედან. რა დაკარგი აქ. რას ამბობ ძმაო? თვალი გაახილე და გაიკეცი აქედან, სანამ გვიანი არ არის. რატომ ძმაო, რა მოხდა? ომერ. გასაღები ტილოს ქვეშ დევს. რა მის თქმა გინდოდა? არ გესმის? კარგი, წადი. წადი იმ გოგოსთან, წადი. სტამბოლი 2010 წელი. შეიძლება ისე ოსტატურად დატოვოს სისხლიანი კვალი, რომ მუდმივად დაბრუნდები არა საკუთარ, არამედ მათ წარსულში. ეზერი უნდა მოვიშორო, უნდა განვიწმინდო. სახლში? ბაჰართან წამიყვანე. რაც არ უნდა მოხდეს, ნუ რასოდეს დავშორდეთ ერთმანეთს. კარგი, პირობას გაძლევ. ახლავე მოვალ. კარგი. გელოდები, პრობლემა არ არის. თუ კი მიუახლოვდები, როდესაც მათ კვალს გახვები. ფრთხილად იყავი. ერთი არასწორი ნაბიჯი და შენს მკვლელებს გაახსენებ რა გააკეთე. ეიშან. მოიცადე ომერ ვიცვამ. სტამბოლი 1997 წელი. საჩუქარი მაქვს შენთვის. რა საჩუქარი? ისეთი არაფერი. რა ვიცი, მე თვითონ გავაკეთე სახელოსნოში. მოგწონს? ეს ჩემი საჩუქარია. ჩუმად. შემოვა. არ შემოვა. შენ რა იცი? კარგად ვიცნობ. რამე მითხარი?
Hediyemi merak ettim. საინტერესოა მეთქი რა საჩუქარია. Geleyim mi? შეიძლება შემოვიდე. ჯერ არა. გააკეთებ იმას, რაზეც ვილაპარაკეთ. Yapacağım. გავაკეთებ. Söz yapacağım. პირდები. Eyşan, ეიშან, რა? hadi. გამოდი. Özledim მომენატრე. Ben de. მეც. Ben de seni. მეც მომენატრე. Ellerim ხელი იტკინე. Yaparken როცა ამას ვაკეთებდი. güzel mi? მოგწონს? çok güzel. ძალიან დიდი მადლობა. ეს ყველაზე ლამაზი საჩუქარია, რაც კი ოდეს მე მიმიღია. რეალური საფრთხე ის კი არ არის, არ არსებობს. რომ შენი მტრები სიმართლეს გაიგებენ შენ შესახებ. სტამბოლი 2010 წელი. არ არსებობს. არ არსებობს. უშენი. Ömer oldum. მე უმერად ვიქეცი. მე უმერად ვიქეცი. ვინ? ვინ? ვინ არის ვინ? ვინ? ვინ ხარ შენ, ეიშან? როგორი ხარ? რეალური საფრთხე ისაა, რომ ვიდრე საკუთარი სიმართლის დაფარვას ცდილობ. შესაძლოა ვერ გაიგოს სიმართლე მათ შესახებ. სტამბოლი 1997 წელი. Sağ ol tekrar. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. Görüşürüz. ნახვამდის. İyi akşamlar. კარგად იყავით. მეწყინება თუ არ მაკოცებ? Abi ya. ძმაო, Siz her yıl. ხოლ შეხვდებით. საყვარელო. Yok be ne güzel eğlendik. Eğlenmedik. Hadi. წადით, წადით. ვინ ვარ? რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? შენ არ იმსახურებ. არ იმსახურებ, არ იმსახურებ. არ იმსახურებ. დაიგო. გამეღვიძა. რა მოგივიდა? ისევ სიცხე გაქვს? ისევ სიცხე გაქვს? ისევ ავათხარ? ეს რა ღვთის სასჯელი ხარ? რომ მიცოდე როგორ მომაბეზრე თავი? რა მოხდებოდა რომ მომკვდარიყავი? ნეტავ მომკვდარიყავი. რას გახარ? ნუ ტირი მეთქი გეუბნები. შენ მეცხოვრება და მინგრია. ყველაფერი შენი ბრალია. წამოდი. გადი გარეთ. გადი და მოკვდი. მომბეზრდი. მომბეზრდი. ბაჰარ
დაიგო, არ გამაგდო. არ მიმატოვო. ბაჰარ საყვარელო. არ მიგატოვებ. არასოდეს არ მიგატოვებ, გესმის? გესმის საყვარელო. არასოდეს არ მიგატოვებ. არ მიგატოვებ, გესმის? არ მიგატოვებ. სტამბოლი 2010 წელი. დაინახა. ნამდვილად დაინახა. როგორ მოვიქცე? ჯენგიზმა რამე რომ მკითხოს რა ვუთხრა. ყველაფერი დამიდგინე, ყველა დეტალი. დამირეკე, პასუხს ველოდები. ეზელ, ტყუილად არ მქონდა ეჭვი, ჩემი თვალით ვნახე. რა ნახე? სამკაული აუქციონიდან. ვიღაცა მაჩუკა ეიშანს, მოიცადა ერთი წუთით. ვინ აჩუკა? რა თქმა უნდა, ამის გაგება ადვილი არ არის. აბარისთვის მყავხარ ძმაო. ერთი წუთით, მათ მევინე. მე ველაპარაკე თანამშრომელს, მან ნახა კაცი, რომელიც იმ სამკაულის სასაღებად მოვიდა. შუახანს გადაცილებული. ულვაშებიანი. ძვალმსხვილი ტიპია. კოსტიუმი ეცვა. ცოტა შეთხელებული თმა აქვს. დაგირეკავ. რა მოხდა? გავგიჟდი. აი რა მოხდა. ვეჭვიანობ. თუ რამე მოხდა თქვი და გამოსავალს ვიპოვით. სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ 1000 ფიქრი მიტრიალებს თავში. ეს ფიქრები ალბათ გამაგიჟებს. კარგი, წადი, მე კი ჩემს ლამაზ სულთან დავბრუნდები. შენ ბახართან წადი, გაუხარდება შენი ნახვა. მანიქნებ მასთან შეხვედრის სურვილი აღარ გაქვს. გაფრთხილებ ჩემს ცოლის და სარაწყენინო თორემ ვიჩხუბებთ. ამაზე არ ინერვიულობ. ვეცდები არ ვაწყენინო. კარგად იყავი.